მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. ავტორი და წამყვანი მურმან კვარაცხელია. დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი ბატონი პეტრე მამრაძე. უნდა გითხრათ, რომ ბატონი პეტრე მამრაძე ამასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების დიდი სპეციალისტი გახლავთ და მისი ანალიტიკური და მისი ინფორმაციული მონაცემები რაც მას გააჩნია, მე მგონია, რომ თქვენ ჩვენთან უკვე ის არაერთხელ ბრძანდებოდა და მაშინაც ძალიან საინტერესო საუბრები ქონდა მასთან და დღეს უფრო მეტი და უფრო უკეთეს ინფორმაციას მოვისმენთ მისგან. იმიტომ რომ დღეს ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ჩვენ მას ხვდებით და ზუსტად ამ თემაზე სალაპარაკოთ ვარ ჩვენ დღეს აქ მოსულები. მოგესალმებით ბატონო პეტრე. მოგესალმებით. შემოვნო რომ თქვენ გამონახეთ რო და ჩვენთან ერთად ბრძანდებით ჩვენ ტელევიზიაში, ჩვენ ტელემოყურებლებს. დღეს ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ისედაც ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ძირითად თემაზე უნდა ვისაუბროთ, ის დაძაბულობა რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც საქართველოსთან ძალიან ახლოს არის, ის რაც ხდება ამერიკა-ირანის ურთიერთობებში, ის რაც ხდება ისრაელ-ირანის ურთიერთობებში. ფაქტობრივად დღეს შეიძლება ეს რაღაც გარკვეულწილად განმეორებაც კი მიწევდეს ამ საკითხზე, მაგრამ მაინც დიპლომატიურმა, ასე ვთქვათ, ძალისხმევა უკანა პლანზე გადაიწია და აქ უკვე ძალისმიერი მეთოდებით ხდება რაღაც საკუთარი ინტერესების უფრო სერიოზულად დაცვა კი არა, საკუთარი ინტერესების გატარება. ეს არ არის ისე მაინც და მაინც სასიამოვნო და სასურველი ფაქტორი, იმიტომ რომ ასეთ ურთულეს სიტუაციაში რომელი ქვეყანა, რომელი სახელმწიფო სადაღმოჩნდება, ვის ინტერესებში ის არ ჩერდება და შემდეგ მერე სახელმწიფოები ძალიან ბევრმა შეიძლება მათთვის ეს პატარა სახელმწიფოები საერთოდ ძიდი საშიშროების წინაშეც კი არიან. დღეს მე ასეთი შტაბ-ეჭვება მრჩება და თქვენ როგორც ახალმის ამ საქმეზე ან დიდი სპეციალისტი, ალბათ თქვენც სიტყვით ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვიმართებს თავისთავად ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რომ არ ვართ ომის ქარცეთში გახურლები, ესეც არის ძალიან დიდი დამსახურება იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს თუ არა. ჩვენი წინა ხელისუფლებას გვახსოვს 2008 წელს რაც მოხდა და სხვათა შორის ბატონმა პეტრემ პრივატულ საუბარში მითხრა, რომ მას აქვს შეფასებები 2008 წელს თუ ომმა რა გამოიწვია და რა შეფასებები ხდებოდა მაშინ და ამასაც ჩვენ დღეს ალბათ გვეტყვით ბატონი პეტრე და ეს საინტერესო იქნება ჩემი ტელემოყურებლებისთვის. ბატონო პეტრე, რა ხდება? ეს უკვე იმბრიტერულ კითხვას მე ნამდვილად არ დავსვამ, რომ გადავარჩებით არ გადავარჩებით. ჩვენ აუცილებლად გადავარჩებით, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი პატრიარქი ვყავდა, რომელმაც იწინასწარმეტყვა, რომ საქართველოს არასოდეს არ წაიღება მსოფლიო რუკიდან. და ეს ჩვენ წამწეთ გძირა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ადამიანები იცავენ და პოლიტიკოსები იცავენ ქვეყნის ერთიანობას და მის ინტერესებს, ასევე არანაკლებ იცავს ღმერთი ალბათ საქართველოს ინტერესებს და ის სწორედ ის ღმერთის გამოგზავნილი კაცი იყო, რომელიც ჩვენ ამ დღეებში მიმოვარეთ მიწას, მაგრამ ის ცოცხლად აგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას და ის მე ვფიქრობ, რომ მის მიერ გაყვალული გზის სიარული ჩვენ საქართველოს ბოლომდე გამარჯვებას წარმოგიყვანს და მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ როგორც თვითონ ბრძანებდა სულ მათი ილია მეორე, ჩვენ აუცილებლად საქართველოს აუცილებლად გავწყენდება. ხო ბატონო პეტრე, რა ხდება ჩვენ წირგლივ და რა გველოდება ჩვენ? დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე 2 წლის წინათ ეკლესიის წარმომადგენელთა თხოვნით დავწერე წერილი ადამიანის სიმბოლო მის უწმინდესობაზე და იქ აღნიშნე, რომ უძველესი დროიდან დიდად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ადამიანისა ყველაზე მაღალი საფეხური, ყველაზე ასე ვთქვათ რეალიზაცია ყველაზე მაღალ დონეზე მისი პიროვნებისა არის, როცა მთელი თავისი არსით, საქმიანობით ის ხდება ერისთვის სიმბოლო. და მისი უწმინდესობა ილია მეორე სიცოცხლეშივე გახდა სიმბოლო. თავის სიცოცხლეში და მრავალი წლის განმავლობაში იყო ადამიანი მოქმედი პატრიარქი და თან სიმბოლო ერისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს ოპტიმისტური სხვანაირი ვერ იქნებოდა
ასე ვთქვათ, ჭრეტა უნდა ასრულდეს. ეხლა რაც შეეხება ჩვენ თავს, მე უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ რაც შეეხება თქვათ ახლო აღმოსავლეთში, ირანში და სხვაგან, მე რა თქმა უნდა ვიცი ის, რასაც ვკითხულობ წამყვან სოფლიოს წამყვან ექსპერტებს, მეცნიერებს სხვადასხვა ენაზე რაც წერენ კოლეგებთან მაქვს კონტაქტი უცხოელებთან. ეს არის ჩემი ცოდნა, თორემ მე ჩემით ასე ვთქვათ ინფორმაცია სხვა არ მაქვს და არავით არის ესეთი სტრუქტურა და ინსტიტუტი, რომ ჩემით შევისწავლო ეს ყველაფერი, ცხადი არა მაქვს. მაგრამ მე გეტყვით, ასე ვთქვათ, აი ჩვენს ბედზე და მინდა ძალიან მკვეთრად თქვა, სხვადასხვა დროს ვამბობ და აი ვიტყვიან განმეორებაც კი საჭირო არ ხოლმე. კარგად მახსოვს 2001 წელი. შეიძლება 2 იყოს დაწყებული მნიშვნელობა, ამას არ აქვს, 2001 წელი მახსოვს. და ერთ-ერთი თათფირის შემდეგ კაბინეტში შევარდნაძესთან დავჭით პირადად ბატონი ედუარდი შევარდნაძე ამ ახალგაზრდა რეფორმატორებიდან 2 ლიდერი გვარებს არ დავასახელებ და მე და ესენი ეუბნებოდნენ ბატონ ედუარდს, რომ თქვენ ძალიან დიდ რამეს მიაღწიეთ, რომ 99 წელს სტამბოლში ეოთოს სამიტზე ელცინს მოაწერინეთ ხელი გეყვანაძე რო იყო საუბარი. ელცინს მოაწერინეთ ხელი იმას, რომ ბაზები გავა, სამხედრო ბაზები საქართველოსთან. მაგრამ ეუბნებოდნენ ბატონ ედუარდ, ეს ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ აგერ უკვე 2 წელიწადი იწურება. მოძრაობა ისეთი არ არის, ხალხი ელის ამას, ეს იყო ტყვილი, ხალხი არაფერ სარელდებოდა, ხალხი სულ სხვა პრიორიტეტებით ცხოვრობდა მაშინ ცხადია. და ალბათ რაღაცა უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს ამის ფორსირება, რომ სწრაფად გავიყვანოთ ეს ბაზები. ხო და შევარდნაძე უსმენდა მათ, როგორც ყოველთვის ესეთი ყურადღებით მოსმენა იცოდა, ვინც კი არ უნდა ყოფილიყო მის წინაშე. და მე რა თქვა, მე დაგპირდით, საქართველოს დავპირდი, რომ ბაზებს გავიყვანთ და მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ვადის დასრულებამდე ჩვენ მე ამას გავაკეთებ. ესე ის მომდო და ვადის დასრულებამდე კი შევძლებ ამას, მაგრამ თქვა, აი თქვენ ამბობთ ფორსირებას, დაჩქარებას ამ პროცესისა. აბა შევხედოთ საქართველოს რუკას ზევიდან და შევაფასოთ ჩვენი მეზობლობა ვინ არიან. არ დაიწყო ჩამოთვლა, იქეთ რუსეთი, ჩრდილოეთიდან თურქეთი, შემდეგ სომხეთი, აზერბაიჯანი, ცოტა მოშორებით ირანი, ბომბერაძის სახელმწიფო, ხო? ეს არ ჩამოთვალა, ისაც გასაგები იყო, რას გულისხმობდა. აი დავაკვირდეთ აი ამ ვითარებას, რა ვითარებაშიც არის ისტორიულად ახლა ჩვენი საქართველო. თუ ჩვენ დავიწყებთ რუსული ბაზების გაყვანის ფორსირებას მანამ სანამ ავაშენებთ ჩვენი ეროვნული უშიშროების, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას საიმედოს. აი თუ მანამდე დავიწყებთ ფორსირებას, რომ თქვენ გადითო, ამ დროს ახალი არ აქვს აშენებული, ხო? მაშინ განხორციელდება 2 სცენარიდან ერთ-ერთი, თქვა შევარდნაძე. პირველი. ან გავლენ, უპრობლემოდ გავლენ, მოწერილი აქვს ხელი გავლენ, მაგრამ მე ისეთი ამბები დატრიალდება ჩვენს თავს, რომ ჩვენ მოგვიწევს, რომ შევეხვეწოთ კრემლს, შევეხვეწოთ რუსებს, დააბრუნდით სასწრაფოდ, დაგვეხმარეთ ისევ. შეგეც 2006-ში თქვა შევარდნაძე. 6-ში სადღა იყო, 3-ში გადადგა. 2001 წელს გადადგომამდე 2 წლით ადრე. ეს პირველი სცენარი. რომ ისეთი ამბები დატრიალდება, მე თქვენი ნებართვით არ დავიწყებს შესაძლებელ სცენარებზე ლაპარაკს, ეს არაეთიკურიც კი იქნება და პოლიტიკურად არაკორექტული. რა შეიძლება მომხდარიყო აქ? ან მეორე სცენარი. ისევ გავლენ ფორსირებას მოვახდენთ, კი ბატონო გავლენ. მაგრამ მე ისეთ რამეს მოიმოქმედებენ, რომ ისევ თვითონ დაბრუნდებიან, ჩადგებიან და აღარასოდეს არ გავლენ.
ეხლა რა არის იცით, აი მომიყოლია ზოგიერთთვის, რომ აი ბრძენი კაცი იყო, გამოცდილი კაცი იყო, გეოპოლიტიკა როგორ ესმოდა. ეს ყველაფერი სწორია. მაგრამ რაც მან უთხრა იმ დღეს ახალგაზრდებს, რეფორმატორებს, ეს იყო ანაბანა გეოპოლიტიკისა. აი ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის საჭირო იყო დიდი მათემატიკოსი, რომ მასწავლებელი იყო და აუხსნა მოწაფეებს პითაგორას თეორემა. ან 2x2=4. და ეს უთხრა, განხორციელდა მეორე სცენარი. ისეთი რაღაცა მოიმოქმედეს კგბ-ს ეიფრეიტორ სააკაშვილისა და ბიძამისი თემურ ალასანია, რომელსაც ყოველთვის როგორც კგბ-ს გენერალი ისე მოხსენიებული, რუსულ პრესაში და არასოდეს არ უარყვია, ხო? რომ ჩადგნენ და ნუ ახლა არასდროს რას ნიშნავს? არასდროს ნიშნავს პოლიტიკაში, რომ ნებისმიერ პროგნოზირებად მომავალში. თორე ისეთ რაღაცები ხდება, შეიძლება არაფერი არ დარჩეს დედამიწის ზურგზე, ხო? მათ შორის. აი ეს, რატომ მოვყევი მე ეს? კიდე იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობდი იმ მაშინ ახალგაზრდა ადამიანს. ახლოს ვიცნობდი. და მე ვიცოდი, რომ ამას რო ლაპარაკობენ ფორსირება, ბაზები გავიყვანოთ, მათ არც პატრიოტიზმი არ ამოძრავებდათ. არც საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი. არაფერი მსგავსი. მხოლოდ საკუთარი პიარი. ვინ დაიწერს ქულებს ხალხის თვალში, რომ მე გავიყვანე რუსული ბაზები, არა მე გავიყვანე რუსული ბაზები და ასე შემდეგ. ესე იგი თქვენ თქვით ბატონო პეტრე, რომ ეს რუსეთის ბაზის გაყვანა ეს შეცდომა იყო? იმ პირობით, როდესაც არ არის აშენებული და შეთანხმებული იგივე რუსებთან და სხვებთან, მე რა კეთდება? ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ შევარდნაძის სცენარი, რომ თვითონ დაბრუნდებიან, რაღაცას მოიმოქმედებენ და ჩადგებიან ისე. რაღაცა ფორმით მაინც არ დაეთმობა, არ თმობდნენ. ეხლა ნახეთ, ხო პირდებოდა სააკაშვილი, რომ იქ სადღაც აჭარაში საზღვართან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრი დაარსდება ბაზროგავა. შეუსრულა? მოატყუა. ბევრ რაღაცაში სხვაში მოატყუა სამხრეთ ცხინვალთან დაკავშირებით ყოფილ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, რაც შეხვდა პუტინს 2000 მოგეხსენებათ არჩევნების შემდეგ 2004 წელს თებერვალში რო შეხვდა, რაზეც მოილაპარაკეს ყველაფერში მოატყუა. და მე პუტინმა უთხრა ჟურნალისტებს, მათ შორის იზვესტი ჟურნალისტებს, ვინც მე აქ მელაპარაკდნენ თბილისში, რომ კითხეთ. ესე იგი პუტინს რა იქნება, როგორ იქნება 2000 და რუსულად თქვა თავისი ჟარგონით. Он меня кинул. მან მე გადამაგდო. ხო? ეხლა წარმოიდგინეთ რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ამას არასოდეს არ იკადრებს მასთან ჯორჯ ბუში, ამერიკის პრეზიდენტი. გამორიცხულია ბუშმა მოატყუოს. იმიტომ რომ მე ხო მოხდება, რაც მოხდება. ჩინეთის პრეზიდენტი არასოდეს არ მოატყუებს. ასევე სხვებზე ლაპარაკი არ არის. და აგერს საერთო საზღვრის მქონე ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ფართობთან დაკავშირებით, შედარება არ შეიძლება, ხო? ესე, он меня кинул, თქვა. მაგრამ მე რას ვამბობ? ეს პოსტულატი, რომ სანამ არ არის აშრებული და მოლაპარაკებული, არ არის ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სისტემა, მანამდე რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გაკეთება და ეს თქვენ სწორად მიგაშთათ ალბათ, არა ბატონო პეტრე? რა თქმა უნდა, ეს ორი სცენარია, მეორე განხორციელდა. მაგრამ მე გადამაქვს აქცენტი რაზე, იცით? მე მინახავს რამდენიმე ბევრი არა, გულანთებული პატრიოტი ქართველი, რომლებიც საკუთარ თავსაც გაწირავდნენ სიცოცხლესაც საქართველოსთვის, მაგრამ არ ქონდათ რეალობის ადეკვატური აღქმა. არ ქონდათ. რასაც პაპაჩემი ამბობდა პირველი რესპუბლიკის დროს, ცნობილი ფრაზაა მისი, რომ სამწუხაროდ ჩვენში სასურველის, ესე იგი, სანატრილის სინამდვილედ გასაღებამ მიიღო ეროვნული უბედურების მასშტაბი. ანუ როცა ადამიანები ფიქრობენ რაღაცაზე, რომ ეს ასე იქნება და შეუძლებელია სხვანაირად იყოს, მაგრამ სულ სხვა არის.
და ამ გულანთებულმა პატრიოტებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს. თუმცა ხასვულს ამ პატიოსნები იყვნენ. უბრალოდ ხო გესმით? აი წარმოიდგინეთ რომ ვიღაცა გულანთებული პატრიოტია და ქირურგია, მაგრამ ნუ არის ეს ქირურგია და უნდა უშველო საავადმყოფოს გაჭრის და მოკლავს, ხო? განზრახ კი არა. არამედ იმიტომ რომ არ იცის საქმე და აი ასე ხდება ეს ამბები. და აი მთავარი იყო ჩემთვის რომ აი ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში მათთვის პრიორიტეტი იქნება არა ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ საკუთარი თავი და პიარი. და ეს მოხდა ცოტა ხნის შემდეგ, ეს მოხდა მთელ მსოფლიოში დიდ ნაწილში. მაგალითად, ბორის ჯონსონი პრემიერი ბრიტანეთისა, ყოფილი იმპერიის ამხელა ტრადიციებით. მოდის პოპულისტი ბორის ჯონსონი, რომელიც ყოველდღე მართავს რაღაც პიარ აქციებს, არ დავხარჯავ დროს. უკრაინაში რო იყო ის გაფრთხილებაში. ის ხო საერთოდ შედევრი იყო. და მეუბნება მისივე ჯგუფელი ოქსფორდიდან, ცნობილი მეცნიერი, რომ აი კლოუნი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ბრიტანეთის და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ინტერესები, აი დამიჯერე ამბობდა, ერთად სწავლობდით, შოტლანდია გამოეყოფა და გახდება დამოუკიდებელი თუ არ გამოეყოფა, ბორის ჯონსონს სულ არ აინტერესებს, აინტერესებს საკუთარი პიარი. მაგრამ ჯერ ლონდონის მერად იყო არჩეული. თავისი პოპულიზმის და პიარ აქციების წყალობით. და რასაც სააკაშვილი ამბობდა ტელეკარტინგების მეშვეობით. და თქვენ რო ახსენეთ, რა კარგია რომ გაგახსენდეთ. ეს უთავდება უკვე ვადა, ამ დროს უკვე შეჭრილია რუსეთის ჯარი უკრაინაში 2022 წელს. ბორის ჯონსონი ვაშკაცურად ჭალებში ჩადის ჯერ ვარშავაში, იქიდან ჩადის კიევში, ზელენსკის ხელს ართმევს და აცხადებს, ჩვენ შევქმნით ღერძი. ლონდონი, ვარშავა, კიევი. ვისატყუებ რა ღერძი? ღერძის შექმნა რა ინტერესი გონდა მაინც? პიარი. თავი ხო ტელეკარტინგაა, როგორც დიდი სააკაშვილი ქადაგებდა. ამის მოწვევა რა ერთხელ დღევანდელ პოსტმოდერნისტულ სამყაროში, პოლიტიკაში თავარია დადგა ტელეეკრანზე ის კარტინგა, რუსულად ამბობდა ხოლმე, რომელიც გჭირდება, მე რაკეთე რაც გინდა. აი ერთ-ერთი კარტინგა ბორის ჯონსონის საარჩევნო პროგრამა ხო? აჩვენებს ტელეკამერა კედელს აგურებით აშენებული კედელი და ვუყურებთ კედელი ემეტი არაფერი. უცებ ბზარი ჩნდება, ბზარი. ბზარი დიდდება, ხმავდება და მე კედელის ეს ნაწილი ვარდება ჩვენსკენ, მაყურებლისკენ. და ვინ არის იქ? ტრაქტორზე მჯდობი ბორის ჯონსონი ახურავს კასკა და მოდის ამ ტრაქტორით და ლოზონგი ჩვენ ყველაფერს დავძლებთ. და აი ეს მოქმედებს მასაზე. ის კაცი რო აფერისტია, ზელენსკი რა კლოუნი არ არის? ზელენსკი პროფესიონალი კლოუნია. ტრამპმა ორჯერ ფინალში გავიდა ტრამპი როგორც წამყვანი შოუმენი ემის სრულიად შეერთებული შტატების კონკურსის ფინალში. და დღესაც ითვლება ერთ-ერთ წამყვან კომიკოსად შეერთებულ შტატებში. ტრამპი. რომელსაც შეუძლია ნებისმიერი რამე თქვას, აი მელონი ნიუ-იორკის მერს რო შეხვდა ამას წინათ. და მელონი მაგას ეძახდა, მამდანი შეხვდა და მამდანი მაგას ეძახდა ფაშისტ და ნაცისტ ტრამპს. თავის საჩვენო კამპანიაში, სანამ ნიუ-იორკის მერი გახდა. შეხვდნენ, გადაიხივნენ ეს ორი პოპულისტი ერთმანეთს და ეხლა ჟურნალისტები ეუბნებიან პროვოკაციული კითხვა მამდანის. კი, მაგრამ თქვენ პრეზიდენტ ტრამპს უწოდებდით ნაცისტს და ფაშისტს. ეხლა ასეთი თბილი შეხვედრა გავდა. ეს როგორ იყო? ეხლა მამდანი იწყი საქმე ის რომ გარკვეული გაგებით რაღაც უნდა გამოძრეს სიტუაციიდან. ტრამპი გვერდით დგას. ბიჭო, თქვი რომ ეძახთი ფაშისტს, მე ეს მომწონს. და საერთო ხარხარი. და პოლიტიკა გადადის კლოუნადაში, ბუფონადაში. აი ესეთი, აი ეს ვისაც არ ესმის და ეს мотиваციები ის ვერ გაიგებს, ყველას გონია ხდება რაციონალიზაცია პოლიტიკისა. ეს იმიტომ გააკეთეს რომ აი 10 სვლით არის გათვლილი რაღაცა. ეს იმიტომ გაკეთდა, ეს ამიტომ. და ის რომ იმპულსურად, სრულიად მომზადებლად კეთდება არა მარტო ასეთი განცხადებები, არამედ მოქმედებები. ესმით? ისე განცხადებით მოქმედებები მოყვება. ძალიან ხშირად, აი ყველა, მე ახლა დაგპირდი და
ყველა თანახმა ძალიან ცნობილი წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები ამერიკაში და დასავლეთში, რომ ტრამპს ისე მოეწონა მადუროს მოტაცების ოპერაცია. რომ თქვა, ეხლა იგივეს გავუკეთებ ირანს. ეხლა რატომ? დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა სი ჯინპინთან. ირანში რომ ეს გასვლოდა, გახსოვთ იმ დღეს 28 თებერვალს რომ გამოვიდა ტრამპი და ეხლაო ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ყველაფერს დავლეწავ, გავანადგურებ და სამი გეგმა. სამი მიზანი მაქვს ეხლა. პირველი, გავანადგურო აიათოლების რეჟიმი, რომ მისგან არაფერი არ დარჩეს. მეორე მიზანია, რომ ის რო არის გუშაქთა კორპუსი რო აქვთ, ყავთ. ეს მებრძოლები და ამხელა რაზმები და ყველაფერი და გენერლები, ხო? გავანადგურებ, ანდა თუ დროზე კაპიტულაცია გამოაცხადეს, კაპიტულაციას ჩავიბარებ. და მესამე, საერთოდ რა აღარც ფიქრობ არასოდეს ბირთვულ პროგრამაზე. ეს სამი. რომელიმე მიღწეულია? გასულია თითქმის 1 თვე. 1 თვე რა. არც ერთი არ შესრულდა. არც ერთი არ შესრულდა. 40 სრუტე ჩაკეტილია და ტრამპი ირანს ეუბნება ჩამსვით წილში ტანკერების გამოშვების ფული მომეცით ნაწილი. და წამოვალ რაიონიდან. მადუროზე გახსოვთ რა თქვა? ვინმემ გადამიხადოს მილიარდი და რაც დავხარჯათ იმ კაცის მოტაცებაში და წაიყვანონ ეს მადურო არაფერი არ ჭირდება. ასეთი რამე თქო? დიახ. შეგეს გამოდის რომ გაუთვლელად მოხდა ყველაფერი, ხო? აი ის როგორ არის? მადუროთან იგივე ირანთან. სვანერად არ შეუძლია ამ ადამიანს და ყველაფერი გადადის სულიად არასერიოზულ კლოუნადაში. სერიოზული ის არის რომ ხალხი კვდება, იღუპება, რაღაცეები, ახლა იწვის ყველაფერი და სერიოზულია ძალიან რომ ფასები ბენზინზე ასავარდა მთელ სოფლიოში. ბენზინზე უფრო სერიოზულად აცხადებენ იმას, რომ 40 სრუტით სპარსეთის ყურიდან გადიოდა მსოფლიოში და პირველში აზიაში, ჩინეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები გადიოდა 26%. კი, რა ქვია, აზოტოვანი სასუქების ძალიან დიდი ნაწილი. ნავთობს კიდე გაუძლებს ხალხი უბრალოდ ფასი იქნება მაღალი, მაგრამ თუ ფერმერებმა ამ ვებერთელ ფართობებზე ახარ დათესეს მაცვლეული და სანამ არ მიიღებენ ამ სასუქს, რომელიც სოფლიოში არ არის ამდენი. სანამ ეს ჩაკეტილია სრუტე, ხო? მანამდე არ დაიწყებენ. თუმცა ავარდა ფასები აგერ. კი და თუ არ დაითესება და არ მოვა ეს მოსავალი, უკვე გარკვეულ დროში იქნება მსოფლიო მასშტაბის შიმშილი. და რესურსები ამ შიმშილის დაფარვისა არ არის. ამაზე ბევრს ჯელობენ, მაგრამ ტრამპი აქვეყნებს 15 პუნქტიან გეგმას, მოთხოვნას, რომ ირანს აი ეს 15 შეასრულა ირანმა და მე უკვე ახლა ასეთი ინფორმაციაა და არ ვიცი რამდენად მართალია. აბსოლუტურად ტყუილია, არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. კონტაქტები არის პაკისტანის მეშვეობით, მაგრამ ამ კონტაქტების დროსაც და საჯაროდ ირანი ყოველდღე იმეორებს, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიხილავთ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ 15 პუნქტს. შევახსენოთ მაყურებელს, იქ მათ შორის არის მოგეხსენებათ ისევ და ისევ. ესე იგი, ის რაც ქონდა მას, პლუს ესე იგი, 40 სრუტის გახსნა და სხვა თავისთავად არის, მაგრამ გარდა ამისა, უნდა ხელი აიღონ საერთოდ ატომური ბომბის დამზადებაზე და ურანის გამდიდრებაზე. უნდა გადასცენეს ყველაფერი მშვიდობიანი ურანი და მშვიდობიანი რომ გადასცენ ამერიკას რომ მან გააკეთოს. და არა, ბატონო პეტრე, ახლა მაპატი ჩაგეჭრებით. მაგრამ მე ამბობს რომ კი მე 500 კილოგრამამდე ქონია და ამათ ჩვენ წავიღებთ, მაგრამ მე ეუბნება რომ მშვიდობიანი ურანი მშვიდობიანი გამდიდრება მეგატოს იმითო შესაძლებელი არის. მე ვერ გავიგე, ახლა ეს თუ მშვიდობიანი იყო, მაშინ ამათ რატო ართმევს? ის როგორ არის, აი საქმე ისაა რომ ყალბ ინფორმაციაში, ეგრეთ წოდებულ ფეიკებში. იძირება დღეს მსოფლიოს საინფორმაციო დროს საერთოდ ყველაზე დიდი ტყუილები ომიდროს ითქმის. ამას დაემატა ის, რომ იდება პოსტები თუ პირდაპირ ვიდეოები. ეთქო ტრამპი გამოდის და ლაპარაკობს, ამ დროს ეს არის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიერ. ტუჩებით ვერც გაარჩევ. და ის ასაც მართლა ცხოვრებაში არ უთქვამს, არც ტრამპს, არც სხვას. ალბათ გვინახავს ყველა რომ თქვათ ვიდეოს გვაჩვენებენ ტრამპი, სი ჯინპინი და პუტინი ერთად შედან და წვადებს წვავენ თქვათ.
კი, რამდენის გინდათ, ხო? ანუ ისეთი ტექნიკაა, რატო ვახსენე, ისეთი ტექნიკა რო შეხედავ გეგონება მართლა გადაღებული. ამ დროს ამას აკეთებს ეს. რეალობა, რასაც ადასტურებენ დოკუმენტები და რა თქმა უნდა, ისეთი გადაცემებში ირანის ლიდერები, სადაც შეუძლებელია რამ იყოს დამახინჯებული და ამას ადასტურებენ ამერიკელი მეცნიერები და დიპლომატები. კერძოდ არის რა? აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც დაიღუპა დაბომბვის დროს, მაგას ჰქონდა გამოქვეყნებული ფატვა. და ფატვა არის მოგეხსენებათ სულიერი ლიდერის დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს ყოველ მიზეზს გარეშე, რაც წელი უნდა შესრულდეს ყველა მისი, ასე თქვათ, მორჩილი მუსლიმის მიერ. ფატვაში წერია შავით თეთრზე, რომ ირანი უარს ამბობს ატომურ ბომბზე. ჩვენთან აკრძალულია 60%-ზე მეტი ურანის გამდიდრება, რაც არ არის საკმარისი ბომბისთვის. მაგრამ უნდა კონდეს 60%-იანი და უნდა იყოს მზად, რომ თუ გარდაუვალი იქნება ჩვენზე გარედან თავდასხმა, ჩვენ შევძლოთ მოკლე დროში დავამზადოთ ბომბი. მანამდე არა. აი ტრამპმა ეს ფატვა იცოდა და ასე დაბომბა ისრაელმა და შეერთებულ შტატებმა შარშან ზაფხულში ირანი. აი ფატვის დონეზე და იმ დონეზე, რომ ესე იგი თავისი დაზვერვა ატყობინებდა ბომბის მომზადება არ ხდება ირანში, არანაირი არ ხდება. ესე იგი, ასე არ იყო იმაში ერაქსიც რომ შეიჭრნენ მაშინას მე როგორც მახსოვს ბატონო პეტრე, ერაქსი ეძებდნენ იმ მასობრივი იარაღის ასქვათ მათ ეძებდნენ და მერე საბოლოოდ ის არ აღმოჩნდა იყო, ხო? იქ კიდე სხვა ნიუანსი არის, მაგრამ დამტკიცებული არ არის. აი, ზოგიერთი კგბ-ს თანამშრომელმა ეს გაჟონა მოახდინა, იქ ჩავიდა თბილისელი კაცი ევგენი პრიმაკოვი, მანამდე თუ გახსოვთ სადამ ჰუსეინთან ჩავიდა თვითმფრინავით და წამოვიდა მანქანების დიდი კორტეჟით, მძიმე მანქანების დიდი კორტეჟით. არის შეძლებობა, რომ არის ვერსია, რომ შეიძლება ეს კგბ-დან ჟონავდა, რომ ჟენიამ როგორც პრიმაკოვს ეძახდნენ მოასწრო გატანა, მაგრამ ხო ვერ ნახეს ვერაფერი. ეს ფაქტია, რომ ვერ ნახეს, ხო? ეხლა ნახეთ, აი ამ ფონზე, როდესაც ახლა მიმდინარეობდა მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, და მოლაპარაკების მედიატორი იყო ომანი, ყურეს სახელმწიფო, და პირადად ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი. და მოლაპარაკების გარკვეულ დონეზე ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან და ირანთან შეთანხმებული განცხადება. რომელ განცხადებაშიც ეწერა, რომ ახლა უკვე ნამდვილ გარღვევას მივახციეთ, ძალიან კარგი შედეგებია ამ მოლაპარაკების ამ დონეზე. ვაგრებში იყო სხვათა შორის. ვაგრძელეთ მოლაპარაკებას. ეს რო გამოაქვეყნა მეორე დღეს ლამის დაიწყეს დაბომბა. ანუ შეუთანხმა ამერიკას და ირანს და ეს იყო შეთანხმების შედეგი, რომ ამას გამოაქვეყნებ, კიო გამოაქვეყნებო. ეს არის ელემენტარული ვერაგობა, ხო? როცა ეუბნები მთელ სოფლიოს და მერე ბომბავ. და ასეთები ბევრია. ეხლა უკვე ნახეთ რა ვითარება. ესე იგი ამერიკაც არ აწყობს ეს ომდიდამთავრება, ასე გამოდის? ამერიკას აწყობდა რა, ტრამპი, როგორც წერენ, დარწმუნებული იყო და სიტყვას ვერავინ არ უბრუნებდა. ეხლა მეორე ვადაზე ისეთები ყავს დანიშნული, რომ იქ ვინ შეუბრუნებს. პირველ ვადაზე დახვდნენ პროფესიონალები. და პროფესიონალს შეეძლოთ. ეხლა ვერავინ ხმას ვერ სცემს. იგივე ჰექსეტი ომის, ასე ვთქვათ, მდივანი, პენტაგონის ხელმძღვანელი. ამ კაცის უმაღლესი თანამდებობა ცხოვრებაში გუანტანამოს ბაზაზე პატიმრების ზედამხედველი. არაფერი საერთო არ ქონდა. ოდესღაც მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში და 20-ის მეთაური იყო. და ეს კაცი კარნახობს ახლა 5 ხვასწლავიან გენერლებს, ასე უნდა მოიქცე, ის უნდა მოიქცე. მოხდა კურიოზი. სანამ ეს დაბომბვა დაიწყებოდა, ტულსი გაბარდი, რომელიც არის დაზვერვის 17 სტრუქტურის ხელმძღვანელი დანიშნული ტრამპის მიერ, ეს ქალი. იქ როგორი პროფესიონალები იყვნენ ხოლმე წლების განმავლობაში და როგორი ცვლები იყო და გადაცემა ერთი თაობისგან მეორეზე გასაგებია, ხო?
ეს ხალი არის ჟურნალისტი, დაზრვასთან არაფერი ქონდა საერთო და გამოდიოდა რეგულარულად სოლოვიოვის რომ არის შოუ. აი ტრამპის უგასავად პუტინის პირდაპირი პროპაგანდის რომ არის არხი. და იქ ყველგან ეს ტულსი გაბარდი მხარს უჭერდა პუტინს და პუტინის პოლიტიკას. ერთხელ შოუში მონაწილე აკადემიკოსმა კაცმა გაკვირვებულმა უთხრა სოლოვიოვს, ეს რა ჩვენიანი ეს ამერიკელი ხარი? სოლოვიოვმა დაიწყო ყვირილი, დიახ ჩვენია, ბოლომდე ჩვენია, ჩვენი გერლფრენდია. ესე. და დაერქვა მას გერლფრენდმა წარადგინა საბუთი ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსი და სხვების მომზადებულის, რომ არავითარი მზადება ატომური ბომბისა ირანში არ ხდება. სანამ დაბომბავდა. ეხლა ნახეთ რა ხდება? ესე იგი ერაყის ვარიანტი გამოვა. ამის შემდეგ ტრამპი რომელსაც მიღებული აქვს და გამოქვეყნებულია, ამბობს სულ დღეების ამბავი, ახლა თუ არ დავარტყის, შეიძლება 2 დღეში კონდეთ ბომბი და ასე შემდეგ. მივარდნენ ჟურნალისტები ეუბნებიან. პრეზიდენტო ტრამპ, თქვენივე ამ დაზვერვის ყველა უწყების ერთად აღებული ხელმძღვანელი თქვენ მოგახსენეთი ბარათი შემოიტანა, თვითონ კი არ დაწერა, პროფესიონალების დაწერილი წაიკითხა და რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. კაცო, რა ესმის ამ ტოლსის დაზვერვისა? ამბობს ტრამპი ვიზე, ქალს რომელიც მან თვითონ დანიშნა მთელი ამ სტრუქტურების ხელმძღვანელად. აი, მოძებნი თამაში რაციონალურ მასწავლს. ვერანაირად. ერთადერთი რომ მე ისეთები მჭირდება, რასაც ვეთქვი ის დამიწერონ. მეტი არაფერი. ასე დღეშია დღეს ქვეყანა შეერთებულ შტატებში რამდენადაც აიწია ნავთობის ფასმა და ბენზინის ფასმა, იმდენად დაიწია ტრამპის რეიტინგმა, კოლოსალურად უპრეცედენტო დაბალი ხარდაჭერა აქვს ტრამპს, უფრო დაბალი ვიდრე ბაიდენს ჰქონდა ყველაზე ცუდ პერიოდში. სადღეისოდ და აი ესეთ ვითარება გადადებულია შეხვედრა სი ძინპინთან, გამარჯვებული სახით რომ ვეღარ შეხვდება ფაქტია და ეხლა ლაპარაკია რაზე. აი როგორ რა გზავს ახლა ტრამპს რომ დაამთავროს ცეცხლი? ტრამპს უნდა როგორც წერენ ეს ჩემი აზრები კი არა, როგორც წერენ ყველანი ტრამპს უნდა რაღაც ესეთი ტელესურათი დადგას კარტინკა. რომ მე გამოვუცხადეს ერს და ბერს და თელ სოფლიოს აი ნახეთ როგორ გავიმარჯვეთ. აი ახლა ეს გემები ტრიპოლიდან მაგრამ გამარჯვება სხვა რამეც არ ნიშნავს, გამარჯვება რა სისტემა ვერ შეცვალა. ხო ვერაფერი, მაგრამ მას ესე მაგრამ დაასუსტა, როგორც ახლა დაზვერვის ის ამბობს, ხალი რო ყავს მაგათ რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ ისეთ, იმ ხალმა განაცხადა, რომ ჩვენ საკმაოდ დავასუსტეთო ირანიცო შეერაღებული და ჩვენ ესე იგი თუ ისრაელს აქვს ხედულობაში ნამდვილად ასე. ისრაელზე ცალკე მოგიყვება. რამდენი დღეებია ახლა 1000 ტონა ბომბი დააყარეს და ეხლა ნახეთ რა ხდება. ამასობაში მოხდა საოცრებები. ირანმა გაანადგურა თავისი ბალისტიკური რაკეტებით არაბეთის ქვეყნებში, რო იყო ამერიკული ბაზები და ძალიან სერიოზულად ინფრასტრუქტურები, მათ შორის რადარი, რომელიც არის მილიარდ რაღაცა ღირებულების, მილიარდ დოლარზე მეტი. და აკონტროლდება ცელცას. ამის შემდეგ ირანმა გაანადგურა სპეციალური ამწეები ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში სანაპიროზე, რომლითაც ხდებოდა ვერტიკალური ჩატვირთვა რაკეტებისა ამერიკულ ხომალდებში, რომ მე გაესროლათ. ეხლა ამერიკული ხომალდები იძულებული არიან წავიდნენ დიეგო გარსიას ინდოეთის ოკეანეში ბაზაზე, რომელიც საზიარო აქვთ ბრიტანელებთან ერთად. 4000 კილომეტრი. იქეთ, აქეთ. ენამაც რამდენი დრო დაჭირდება? დრო სჭირდება და მე რაკეტების მარაგი ძალიან სწრაფად ვცირდება. უკვე შეკვეთებია წასული, ტრამპი ითხოვს 200 მილიარდს და რაც თავარია, აი ახლა რო უახლოვდებიან ყურეს საზღვაო ფეხოსნები, აი ლეგენდარული დივიზიები. მართლაც რომ ეს სასწაული შეუძლიათ ქრან და სპეცდანიშნულების რაზმები გახსოვთ, როგორ მოკლეს ოსამა ბინ ლადენი ზარღას პაკისტანში და ყველგან რომ მიაგნებენ. ესენი უახლოვდებიან. აი რას იზამენ ესენი რაღაცას ისეთ შეძლებენ, რომ ტრამპი იტყვის რომ აი ეს არის გამარჯვება და უბრუნდებით ყველანი. იმიტომ დიდხანს ამ ომს ტრამპი ვერ გააგზავნებს. ეს გამორიცხულია. გამორიცხული იმიტომ რომ შიგნით უკვე ისეთი ვითარებაა შეერთებულ შტატებში. რაც მიაღწია მაინც ტრამპმა ამით? მიაღწია ის რომ ჩაფლავდა შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, მისი პირადად მისი გეგმის ყველა პუნქტი თავიდან ბოლომდე. მაგრამ სამაგიეროდ ეხლა მოხდა დიდი სკანდალი შეერთებულ შტატებში. კერძოდ
დაფიქსირებულია, რომ ტრამპი აკეთებდა თავის განცხადებას როგორც წესი, ვიდრე მსოფლიო stock exchange, ესე იგი ფასიანი ქაღალდების და სხვა ბირჟა დაიხურებოდა სულ 5 წუთით ადრე. და ძალიან აგრესიულს აკეთებდა. იმას ვიზამ, ამას ვიზამ, მიწასთან გავასწორებ ყველაფერს, ცოცხალი არავინ გადამირჩება, ისე დაბომბავ რაღაც. ეს მოქმედებდა, რა თქმა უნდა, ფასზე და დილით უკვე ესეთი ფასი იდგა, რომ ეს მოხდება. გაიხსნებოდა ეს ბირჟა, დაიწყებოდა ეს ვაჭრობა. ამ დროს გამოდის ტრამპი თავისი მორიგე განცხადებით და ეს გააკეთა რამდენჯერმე. არა, ხალხო, აგერ ახლა ირანი გვიკავშირდება, ისეთ კარგ პირობებს თავაზობენ. უნდა მოვილაპარაკოთ ასე შემდეგ. აბა ეს ქაღალდები ისევ ფასი ეცლება მაშინათვე, მომდენო 1-2 საათში. მე იგივე მეორე დღეს ან 2 დღის შემდეგ. ეხლა მივეცი ულტიმატუმი 48 საათი დავუმბ ისევ იგივე. მე ისევ მეორე დღეს იგივე. აი ამ რყევებში დათვლილია, რომ რამდენიმე მილიარდი დოლარი გააკეთა მან თავისი აგენტების მეშვეობით და ვაჟიშვილებმა. რაც მეუბნებით, ესე იგი მაგითი პირად გამიდრებაზე. ყველაფერზე. აი ხო თქვა, სულ არ მაინტერესებს 40 სრუტე, უბრალოდ ტანკერებში წილი მომეცით. ეხლა ყოველი ტანკერის გასვლა 40 სრუტაში ირანი იღებს $2 მილიონ. ამაში. ამაში ჩანსვე წილში და ტიკისერის გიტეხიათ. აი მადურო რო წამოიყვანა, რამე შეუცვალა ვენესუელას არაფერი არ აინტერესებს. საერთოდ. უბრალოდ ვინც იყო მოადგილე დარჩა ეს ქალი და იმ ხალხმა თქვა რომ აწიეს ნავთობით ჩემია. გახსნა საიდუმლო ანგარიში ოფშორებში სადღაც და მთელი ეს ნავთობის შემოსავალი მიდის მის პირად ანგარიშს. ეხლა რა ხდება? ეს არის არანახური სკანდალი შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ მთელი ამ ფინანსური ელიტის მენტალიტეტით, მოქალაქეების მენტალიტეტით გაჟონვა ინფორმაციის, ამას კი ინსაიდერული შიგნიდან ინფორმაცია. ისეთი ინფორმაციის, რომელიც ბირჟაზე, ფასებზე იმოქმედებს და შენ ამით იხეირებ, ეს არის სასტიკად დასჯადი ქმედება, რომელშიც ხილებულია პრეზიდენტი ტრამპი. გესმით? ამის შემდეგ ამ ქალბატონმა, რომელიც იყო ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი, გვარი არ შემეშალოს, მარიამ ვიღაცა, ამან მოითხოვა ოფიციალურად ამ მასალების, თქო, საფუძველზე ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. იმიტომ რომ ჩადენილია დანაშაული. ამაზე ეთქვა უარი შესაბამის სტრუქტურიდან. მაშინ ეს ქალი გადადგა დემონსტრატულად. და გამოძიებაც არის დაწყებული ახლა იმ ქალის საქმიანობაზე. შეიძლება, მაგრამ რაც თავარია, ქალი მოიქცა პრინციპულად, ტრამპი ცდილობდა სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელზე, ლეგენდარულ ადამიანზე საღაზრა რამე საქმე თუ არ ემორჩილებიან. ყველას, ასე ვთქვათ, აზრით ტრამპი გამალებით აშენებს საუდის არაბეთის მსგავს ბართვის სტრუქტურას შეერთებულ შტატებში. თვითონ და ოჯახი. და ნებისმიერი ესე იგი გარიგებები და ყველაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ოჯახს შემოუვა ფული იქიდან. ვერც ერთი ინვესტორი ვერ გაჭაჭანდება შეერთებულ შტატებში თუ წილი არ წამოვა. და მეორე, რომ არავითარი კონგრესი არ მაინტერესებს, ხო თქვა? კი, მაგრამ თქვენ ამბობთ არ მაინტერესებს საერთოდ. ვინ მიცემთ ახლა ვინ დაუმტკიცებს 200 მილიარდს ეთქოს პენტაგონი. აი ახლა იწყება რაც იწყება. შედეგად იმ ხო იცით გროვდება. ჯერ ტარიფებით ხო დახალა ხალხი. ხან ასეთი ტარიფი, ხან ესეთი. თქვენ ახლა მოგეხსენებათ ესე იგი სტიგლიცის გავლენა და სახელი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში პლუს ერთ-ერთი გამორჩეული ამ პრემიის ლაურეატებს შორის. კლასიკური წიგნების ავტორი, ამერიკელი. სტიგლიცმა 1-2 კვირის წინათ დაწერა, შეიძლება ნაკლები დროის წინათაც დაწერა, რომ ტრამპმა ფაქტობრივად გააკეთა რა. მან აიღო ხელყუმბარა, გახსნა ეს ხელყუმბარა და ესროლა შეერთებული შტატების ეკონომიკას და მთლიანად სოფლიო ეკონომიკას. ეხლა ამ ხელყუმბარის გაფეთქების შედეგად მოედოთ ცეცხლი ამას ყველაფერს და ჩვენ ახლა ხედავთ რა ხდება, რა ნგრევა ხდება. სტიგლიცის სიტყვებია. ნუ სხვაებიც იგივე წერენ. ასე რომ დღეს აი ესეთი ვითარება, სულ სხვა არის ესრაელი. თუ დრო გვაქვს ესრაელზე ცალკე გეტყვით. ბატონო პეტრე, აი ამის ფონზე, ესე იგი ომის დამთავრებას ბოლო არ უჩანს. საქართველოში ახლა უკვე საწვავი გაძვირდა.
ამან გამოიწვია, ხო? ახლა რომ გაიაფთა უფრო ეს არაფერს არ გვაძლევ ჩვენ. ახლა ჩვენ იმდენი უფრო ვერ გავყიდით, რომ ახლა ჩვენი ეკონომიკა შევინარჩუნოთ. მაშინ ჩვენ რომ არ შეგვეხოს ეს ეკონომიკური კრიზისი, რა არის ამისთვის, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? ის როგორ არის, ჯერ-ერთი შეუძლებელია არ შეგვეხოს ჩვენ. დიახ. როდესაც სოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნებს, ვეებერთელა რესურსების ქვეყნებს, ეს ეხება. უკვე ეხება. დიახ. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს ძალიან სწორად, რომ არავითარ შემთხვევაში და მე ახლა გაერთიანებული ნეიტრალური საქართველოს წევრი ვარ პარტიისა და ეს სწორია, არავითარ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია და ჩვენი ხალხი არ იქნას გამოყენებული რომელიმე მხარის მიერ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. აი ეს სწორია. და რაც შეეხება დანარჩენს, თქვათ, ესე იგი, რაც არის რესურსი უნდა მოხმარდეს იმას, რომ შერბილდეს ის დარტყმები, რომელიც იქნება და რაც თავარია, აი ეს პოლიტიკა, აი ნახეთ, ანტიეროვნული ძალების კომენტარები ყველაფერს. აი თქვათ, ალი ჰამენეი დაიღუპა აიათოლან და მიუსამძიმრა ჩვენმა მთავრობამ. ისე როგორც ყველამ სხვამ მიუსამძიმრეს ევროპელებმა, არაევროპელებმა, ჩვენმა მეზობლებმა. ხო? ეს როგორ აქნა? და აღმოსავლეთია და რა არ ესმით, რომ ასეთი სამძიმარი გაცილებით უფრო დაიცავს საქართველოს. უფრო ადამიანური ფაქტორი უფრო არის ვიდრე სახელმწიფოებრივი. სახელმწიფოებრივია. იმიტომ რომ ჩვენ რო ვიცით რა ტრადიცია და როგორი რელიგია სუფევს ირანში. და მაგრამ ესაც ვთქვათ, აიათოლა ალი ჰამენეი, რომელიც იყო თვითონ ღმართ მორწმუნე და ფანატიკოსი, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომკვდარიყო. ბუნკერიდან ამოვიდა რეზიდენციაში, წამოიყვანა თან რძალი. ვაჟი არა, იმიტომ რომ ვაჟით გადარჩენილი იყო და ახლა ვაჟია აიათოლა. რძალი და შვილი დასხდნენ ერთად ყოველგვარი ამ დაცვის გარეშე და შეეწირნენ დაბომბას. რატომ? იმიტომ რომ წამებული გახდა. 86 შვილის კაცი, რომელიც ისეაც კიბოთ იყო ამოტყოფი, მან თავისი ბედი გადაწყვიტა და ქერიმ საჯაპური, ვალინასერი და სხვები გამოჩენილი ირანელი მეცნიერები, რომლებიც კარგა ხანია დასავლეთში არიან და გაექცნენ მართლა საშინაო რეჟიმს, ხო? ესენი წერდნენ, რომ ესე იგი წამებული ალლახის ასე ვთქვათ, თვალში ეს არის წამებული ალლახისათვის და ეს გააკეთა. აი ესეთი სამძიმარი და შემდგომ ალიევმაც მიულოცა ახალ მის შვილს. ამერიკის შვილს, არა? აიათოლობა. პაშინანმა მიულოცა, ცხადია, შემოთავროს მიულოცა. ასეთი რაღაცა უფრო დაიცავს საქართველოს რამე იყოს დაბომბისაგან. ხო, დაიბომბა, მაგრამ შემთხვევით ნახიჩევანში, ხო? და ალიევმა როგორი მკაცრი ზომები მიიღო მაშინათვე, თუმცა იქვე დაზინა, რომ ჩვენ ესე იგი მოსამძიმრებთ, ჩვენ ესე იგი ვილოცავთ და ასე შემდეგ. ეს აუცილებელია, თუ გინდა რომ გადარჩე ამ ურთულეს დროში, ურთულეს ადგილას. ამ გადარჩენის გზა ასე თუ ისე მაინც ჩანს. გარკვეულწილად ალბათ ნეიტრალიტეტში უნდა ვეძებოთ ეს და ხო? ის როგორ არის გამოცხადება საერთაშორისო დონეზე ნეიტრალიტეტისა და მიღწევა იმისა, გამოცხადება არა, მე ფაქტიური ნეიტრალიტეტი მაქვს. ფაქტობრივი ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის გატარება. დიახ. ისეთი რომ ყველას ესმოდეს, რომ საქართველოსთვის რაიმე ზიანის მიყენება არც ერთ ინტერესში არ უნდა შედიოდეს. არაფერს რა მოსმოვოთ. ჩვენ და ამ დროს ასე ჩვენი მთავრობა ძალიან სწორ გზას აძლევს. ძალიან სწორ გზას. უცებ არ დადგა ამ სწორ გზაზე. 22 წელს 24 თებერვალს რო დაიწყო კიევის დაბომბვა და უბედურება რო დაიწყო ეს ომი, მაშინ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ პრემიერი ღარიბაშვილი ხმამის ევროპის საბჭოში რუსეთის სტატუსის შეჩერებას. 2-3 დღეში ხმამისა რუსეთის გაგდებას ევროპის საბჭოდან. ეხლა თვითონ მოგვიწია ჩვენ ამ სტატუსის შეჩერება ჩვენი თავისა, ხო? მერე გაეროს ასამბლეაზე ხმამისა ჩვენმა ხელისუფლებამ რომ დაგმო ეს აგრესია და ძალიან ბევრმა ქვეყანამ არ მისცა ხმა. თავი შეიკავეს, მაგრამ ჩვენმა მეზობლებმა ქვეყნებმა არც ერთმა არ მისცა ხმა. და ჩვენ მივეცით.
და ამის შემდეგ სასწაული მოხდა, მე ამაზე მილაპარაკია 7 მას 2022 წელს საქართველოს ხელისუფლება, ოსმალეთის ხელისუფლება ხმას აძლევს სულ 32-13 ქვეყანასთან ერთად. ანუ გაეროს მე-6 დისკი ვერ შეიკრიბა. გესმით? გაეროში 193 ქვეყანა. რას აძლევს ხმას, რომ პუტინის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აი ეს იყო უკვე ყოველს გვარს გადასული რამ. მე ამაზე ვილაპარაკე. მე მოვიყვანე ფინეთის მაგალითი. ფინეთი ბაზები გაიყვანეს 55-ში. ჩვენ აგერ ორი ბაზა გვიდგას და ცნობს რუსეთი ამ ორ რეგიონს დამოუკიდებლად, ხო? ამის შემდეგ ფინეთი არც ერთხელ რაც არ გაუკეთებია საბჭოთა კავშირს, არც ერთხელ არც გაეროში, არც სხვაგან ფინეთმა არ დაგმო SSR-ის საბჭოთა კავშირის მოქმედება. ყველგან თავის შეიკავა. უნგრეთში ჟლეტა 56 წელს. კი. როგორი მასშტაბური ფინეთმა არ დაგმო. ნუ ფინეთის 1903 რატო სხვა ფინეთს უკვე გაყვანილი ყავდა ბაზები. და დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალი მასმედია და ხოის საოცრება 40 წლის განმავლობაში თავისუფალმა მასმედიამ ერთხელ არ გააკრიტიკა არც SSR-ი და არც ფინეთის ხელისუფლება, რომ მარიონეტი არის კრემლისა და რებს აკეთებს. რატო? იმიტომ რომ სხვანაირი ევროპა იყო და ყველას ესმოდა. ახლა კიდე ჩამოგივა თქვა კერი დეგნანი 92-ში ამბობს დიახ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ ყველგან ხმა იმისა ისე ყველა ფორუმზე გაეროში და სხვაგან როგორც ჩვენ ვიცით ხმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ამბობს კერი დეგნანი ამერიკის ელჩი. არ არის საკმარისი. თქვენ და უკრაინას ყავთ ქართველებს ერთი საერთო მტერი რუსეთი. და თქვენ უნდა აირჩიოთ რომელ მხარეს ახართ. ამდენ თვითონ მეგობრობენ ამ რუსეთთან. კი, აი გარი. და არა მარტო ეგ. რომელ მხარეს ახართ რუსეთის მხარეს ხართ თუ უკრაინის. ანუ გეუბნება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინ ბაიდენი იყო სახელით, რომ შენ არავითარი ნეიტრალური არ უნდა დარჩე. შენ უნდა შენი ქმედებით მაჩვენო თუ მეორე ფრონტს ხსნი და ებრძვი რუსეთს გასაგებია უკრაინის მხარეს ყოფილ ხარ. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ, ესე იგი რუსეთის მხარეს ყოფილ ხარ. და ეს მისი ფრაზა, რომელიც გაჟღერდა, ხო კი არა, ესე იგი სამი რო თქვეს რომ კიმერო რომ გადავცეთ ჯავერინები და ბუკები, ხო მაშინაც რუსეთი წამოვა იარაღით. იქნება ბრძოლა. რა მოხდაო 3 მილიონი ადამიანი ხარ საქართველოში? ეს უკვე ამ თემაზე რასაკვირველია გვახსოვს მაშინაც ჩვენ ვიცაუბრეთ. ბატონო პეტრე, აი ამ ყველაფრის ამის ფონზე ჩვენ ახლა რაც ხდება ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დადებითად მოქმედებს თუ კიდევ უფრო გვაშორებს ამ არანაირად არსებითად არ მოქმედებს, რჩება ის რაც არის და მინდა გითხრათ ხშირად ვამბობ, ეხლაც აი მაგ საშუალება მადლობელია გავიმეორებ. აი თქმა ტერიტორიული მთლიანობა, მისი დარღვეულობა და მისი აღდგენა ეს მოქმედებს ჩვენს მოქალაქეებს, უნდა თუ არა უნდა მაინც ჩვენი მოქალაქეები არიან, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში, დიდ ნაწილზე და ცხინვალის რეგიონში მოქმედებს აი ერთნიშნულად. ესე იგი ისე ფორმზე ფიქრობენ ქართველები თბილისში. ასოცირებულია მოხდა ასე სააკაშვილისა და ბიძამისის და სხვა მოღალატეების მოქმედების შედეგად. ტერიტორიულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ალაპარაკი? კი, არა მარტო სააკაშვილმა 2004 წელს 26 მაისს აი გასult აფხაზურად თქვა რაღაცა, ოსურად თქვა რაღაცა და ჩემ პირველ ვადაში აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. გამოაცხადა. მე მეცნენ, მე ელჩები მაშინ ყველას ვიცნობდი და რას ნიშნავს ეს რა? მე ვთქვი ეს ნიშნავს იმას რომ სააკაშვილის პირველი ვადის დროს მთლიანად დავკარგავთ განუსაზღვრელი დროით აფხაზეთსაც და სამთავროსაც. ეხლა ნახეთ 2007 წელს რო არ გადამდგარიყო სააკაშვილი. და მე ახლიდან რომ მოვიდა. მაშინ აითვალეთ 2004-დან 5 წელი. 9 წლამდე ხო იქნებოდა და მის პირველ ვადაში დაიკარგებოდა განუსაზღვრელი დროით აფხაზეთი და სამთავროსეთი. ანუ 2008 წლის ომი ჩაეტოვდა პირველ ვადაში. ამიტომ როცა უცხოელი მეუბნებოდა, მაინც ცოტა შეგეშალა პირველ ვადაში არა, მეორე ვადაში მოხდა, რასაც ამბობდი. მე მეუბნებოდი, არა, უბრალოდ გადადგა ფორმალურად და თორე ისე პირველი ვადა, პირველ 5 წელიწადში მოახერხა ეს ამბავი. იგივეს მეუბნებოდა ედვარდ შევარდნაძე.
აღარ უნდა და დარჩენა მეორე ძალიან ავად იყო ბატონ ედვარდი ძალიან განიცდიდა და უკვე ის აღარ იყო ამას ამბობდა აღარც ეძინა საერთოდ და კარგავდა რეალობასთან ასეთ უშუალო შეხებას რასაც ქვია სწორ შეხებას და ხედვას და ამბობდა აი მინდა წავიდე მაგრამ აი ესე ფიქრობ ესენი მოვლენ და ხო დაკარგავენ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც ვისაც არ ვეკითხები და ყავდა წერო და ეჯერება აი შენც მითხარი შენი აზრი და მოწვევების ყავს მე ვეუბნებოდი უსათოდ დაკარგავენ და მაინც და მაინც თქვა აი სააკაშვილიანი ჟვანია სიმედის ნუ გეკნებათ უსათოდ დაკარგავენ ეს შეიძლება უცებ არ მოხდეს პირველ მეორე მესამე წელს შეიძლება არ მოხდეს მაგრამ უსათოდ დაკარგავენ მე ვიცი მათი განწყობა და მათი ავანტიურისტული გეგმები დიდი მადლობა ბატონო პეტრე ჩვენი საუბარი დრო წამოიწურა მართლა საინტერესო იყო თქვენი ნამარედი თქვენი შეფასებები და პერსპექტივა დღეს შეიძლება ჩვენ აი ამ ომის ფონზე და ამ საერთაშორისო მსოფლიო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე ძირფასო ტელემაყურებლებო ტრადიცია ოპტიმისტურად არ გამოვიყურებოდეთ ჩვენ მემკვიდრეობაში მაგ საქართველოს მთავარი ერთი რამ არის რომ ჩვენ დღეს მშვიდობას ვიცავთ ჩვენი ხელისუფლება მშვიდობას ვიცავს ხალხი და რაც თავარია ჩვენ თავზე არ ხდება ის რაც ხდება მეზობელ ქვეყნებში და ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ჩანს და გამოჩნდება სულ მალე გამოჩნდება ალბათ გვირაბის ბოლოს შუქი რომელიც ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანთ და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ აფხაზები და ოსები ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით. მოვა მისი დრო, ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ბატონო დროის ფაქტორია და იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება როგორც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა. ჭეშმარიტად ადამიანმა სიმბოლომ მომავალ შეხვედრამდე ძირფას ტელემაყურებელს.